ხმელთაშუაზღვისპირეთისა და სამხრეთ კავკასიის ოქროსა და ფერადი ლითონების საბადოები, გამოწვევები და შესაძლებლობები. ამ სათაურით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სემინარი ჩატარდა. სემინარის მიზანია სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ცივილიზებული დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი სამთო ურთიერთობების დამყარება. მონაწილეობას იღებენ მეცნიერები და სამთო ბიზნესის უმაღლესი რგოლის მენეჯერები 15 ქვეყნიდან. სემინარს ასევე დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრებიც. This is an important event. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება განსაკუთრებით საქართველოსთვის. ყველა ქვეყანას გვაქვს პრობლემები, სირთულეები და შესაძლებლობები სამთო-მომპოვებული წარმოების განვითარების თვალსაზრისით. ჩვენთვის ყველასთვის ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ ერთმანეთს გაუცვალოთ შეხედულებები, გამოცდილება და გავაუმჯობესოთ წარმოება ჩვენს ქვეყნებში. მე მინდა ვთქვა, რომ ეს არის საერთოდ პირველი კონფერენცია ასეთი არა მარტო საქართველოში, არამედ საერთოდ სამხრეთ კავკასიაში, რეგიონში და მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა საქართველოს დაუბრუნოთ ისევ რეგიონული ლიდერის პოზიცია სამთო საქმეში. კონფერენცია შეეხება იმ შესაძლებლობებს და გამოწვევებს, რომელსაც სამთო საქმეს აქვს აი ამ რეგიონში.